გამარჯობა მეგობრებო, როგორ გიკითხოთ? დიდი მადლიერება და პატივისცემა, როგორც ყოველთვის ჩემგან თქვენ. განსაკუთრებული მადლიერება სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებიც გამოხატავთ თქვენს უკავშირს. რა გავაკეთო? არავინ არ იფიქროს, რომ ეს არის, ვთქვათ, აქცენტირება რაიმე მატერიალურზე. წინა ვიდეოშიც თქვი და ახლაც განმეორდები, რომ როგორ შეიძლება 5 ლარზე, 3 ლარზე ვთქვათ, რომ მე ან ის ხალხი, ვინც ამას რიცხავს, არის მატერიალურ მომენტზე ორიენტირებული, ხომ? გამორიცხულია ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ეს არის ძალიან დიდი სტიმული ჩემთვის და ვხვდები, რომ ეს ურთიერთობა არის ორმხრივი და არ არის ცალმხრივი მოძრაობის ტრასა, ხომ? სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც მართლა მე რა რომ სიმბოლურია ის თანხა იღებს ხელში ამ არ ვიცი ინტერნეტ ბანკით არ ვიცი აპარატით რა მნიშვნელობა აქვს ხო და თავის დამოკიდებულებას ამით აფიქსირებს ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თორემ მატერიალურ კლიმატს რომ ეს მე ვერ შემიქმნის ვერაფრით ეს ცალსახაა ხო ამიტომ აი განსაკუთრებულ მადლობას თქვენ გეუბნებით ადამიანებო დანარჩენებს ყველას შეგახსენებთ უბრალოდ რაკიღა კომენტარებში იწერება ხოლმე როგორ დაგიკავშირდეთ არის არხის აღწერაში მითითებული ჩემთან საკონტაქტო ინფორმაცია ეს არის მესენჯერი ალების ტარო და რა ვიცი 24/7-ზე ვერ მაგრამ დღის საათებში ღამის 12 საათამდე ნებისმიერ დროს შემიძლია თქვენს SMS-ებს და შეტყობინებებს უპასუხო. ხო და არავის არ გტოვებთ პასუხის გარეშე. ამავდროულად აქვე დავაფიქსირებ, რომ აბსოლუტურად არანაირ რიტუალს არ ვაკეთებ, არანაირ ჩარევას, არანაირი კონტექსტში, ერთადერთი რაც შემიძლია, ეს არის ჩემო მეგობრებო ის, რომ სანთელი გადავასხავ. და ამ სანთლის გადასხმით დავეხმარო ადამიანებს მათი ცხოვრებიდან და მათი ორგანიზმიდან, მათი ფსიქიდან გამოვიდეს ნეგატივი, ხო? სხვას მე აბსოლუტურად არაფერს არ ვაკეთებ, მით უმეტეს სასიყვარულო სფეროში. კარგით. მოდით ახლა გავაკეთოთ ესეთი ტიპის გაშლა, როგორ ხედავთ ადამიანი, ხო? როგორი ხართ თქვენ ადამიანის თვალში და იყოს სამდასტაზე ეს საყვარელი სოკოები ჩამოვამწყრივოთ. პირველი იყოს სუფის დასტა, მეორე იყოს ნათელმხილველის დასტა და მესამე იყოს ჯადოქრების ბაღის დასტა, ხო? რატომაც 78 კარის დასტა ძალიან მივიწყე და პირიქითა ტარო და კიდე სხვა დასტები რაც მაქვს. ხო, ზოგიერთად საერთოდ ჯერ არც მივსულ ვარ, მაგრამ რაღაცა ეს სამი დასტა ახლა ძალიან კარგად არის ჩემს ხელთანაც და ინტუიციასთანაც ახლოს. და არ ვიცი როგორც მეუბნებით ხოლმე ვინც პირადში მწერთ ძალიან მოგწონთ ეს დასტები, ამიტომ კიდევ გავიმეორებ სუფის ტაროს დასტა, ნათელმხილველის დასტა და ჯადოქრების ბაღის დასტა. როგორ ხედავთ ადამიანი თქვენ, ხო? ანუ როგორ აღგიქვამთ ადამიანი თქვენ? პირველი, მეორე, მესამე და დავიწყოთ პირველი სუფის ტაროთი. და ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ, როგორი ქალი ან მამაკაცი ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის თვალში. და ვნახოთ, დასტის ფონი ისეთი მაქვს, ისეთი აქტიური, ისეთი აი ცეცხლი და ნავთიო რომ მიტყვიან დაახლოებით. ადამიანი ხედავთ თქვენ ძალიან ჭკვიან, ძალიან გაწონასწორებულ, ძალიან გამოცდილ ადამიანად, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს ნანახი და მხოლოდ ნანახი არა, ხო, ნასწავლი ამ ნანახიდან. ადამიანი, რომელიც საკმაოდ პატივსაცემი პიროვნება ხართ, მისი გადმოსახედიდან თქვენს გარემოში ადამიანი, რომელიც შესაძლოა მასაც და სხვებსაც ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს აძლევდეთ, ძალიან ჭკვიან რჩევებს, ხო, რომელიც მე ცხოვრებაში მას ან ძალიან გამოადგან, ხედავს, რომ სხვებისთვის ძალიან ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხო? ძალიან კარგი არკანია ეს ყოველთვის, ძალიან სერიოზულ, ძალიან ანუ ისე ზედაპირულად არ გიყურებთ ადამიანი, ხო? ძალიან ისეთი სიღრმისეული და
სიღრმისეული დამოკიდებულება აქვს თქვენს პიროვნებასთან, ხო? მე გრძნობებზე არ ვლაპარაკობ, თქვენი პიროვნების შინაარსთან დაკავშირებით. როგორ გხედავთ ადამიანი მეორე მაღალი არკანი მეგობრებო. როგორ გხედავთ და ძალიან მიზანსწრაფულ ადამიანად, რომელიც მუდმივად გამარჯვებებზე ორიენტირებული, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, სწორად მართავს თავის ცხოვრებასაც, სხვების ცხოვრებაში შეიძლება ძალიან სწორი ორიენტირის მაჩვენებელი იყოს და ადამიანი, რომელიც თანაბრად ფლობს კარგის და ცუდი ენერგიების გამოცდილებასაც და მართვასაც, მოდი ასე ვიტყოდით, ხო? ადამიანი, რომელიც ბალანსს პოულობს, ადამიანი, რომელიც მოკლედ სადავეებს იჭერს კიდეც და მართვაც ეხერხება, ხო? მაგრამ მაინც ცოტა უფრო ისეთ ზეაქტიურ ადამიანად აღგიქვამთ, იმიტომ რომ ნახეთ ამ დასტაში მეეტლეს ყოფუ არ აქვს პირდაპირ ბედაურებზეა, ხო, ამხედრებული და თან ისეთი მოჰქრის, რომ ერთი ბალანსი თუ ცოტა დაერყვა, ხო, ეს სხეულის ბალანს გულისხმობ. როგორც თოკზე სიარულის დროს არის სასწაულად საჭირო ბალანსი, აქაც ესეა, ხო? თუ თქვათ ერთი ბალანსი აც და მორჩა თქვენ, შეიძლება აბსოლუტურად სხვა რეალობაში, სხვა სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამიტომ ასეც ამასაც ხედავს ადამიანი, რომ ცოტა ზეაქტიური ადამიანი ხართ და იმპულსურიც, მოდი ასე ვიტყოდი. ნუ ადამიანი როგორ გხედავთ და არ ვიცი, დაოჯახებულები მიყურებთ, ბატონები თქვენ თავზე მოიგებთ და ქალბატონები თქვენ თავზე, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით დაოჯახებული ადამიანები ხართ და ის თქვენ გხედავთ როგორც ქალს, რომელიც არის თავისი ოჯახის მმართველი, თავისი ოჯახის დიდი სახლის, პატარა დიასახლისი, ხო? ან პირიქით პატარა სახლის, დიდი დიასახლისი რა მნიშვნელობა აქვს? და თუ ვთქვათ და საოჯახებელი ხართ, რაკეღა საჯარო გაშლა, ძალიან სავსე, ძალიან წარმატებულ, ხო? ძალიან შემდგარ პიროვნებად აღგიქვამთ ადამიანად, რომელსაც მისი საკმარი ყველაფერი აქვს, თვითკმარი ადამიანი ხართ მისთვის. კარგით და ერთი არკანით მითხარი კიდევ საბოლოოდ როგორ ხედავს ჩემს მაყურებელს მათი ჩაფიქრებული პიროვნება და პირველ ვარიანტთან დავასრულოთ, ხო? როგორ ხედავს და კიდე მაღალი არკანი მეგობრებო დააფასეთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი იყოთ, ბევრ ადამიანს ამ სიკარგის დანახვის უნარი და ნიჭი არ აქვს და ეს ადამიანი თქვენში რეალურად ასეთ იდეალურიც რო არ იყოთ და ნაკლიც გქონდეს, მაინც დადებითს ხედავს და ძალიან დასაფასებელია ეს ადამიანი, რომ იცოდეთ თქვენთვის. ადამიანი გხედავთ ძალის ინსპირაციის წყაროთ. ყოველგვარი გამარჯვების მაინსპირირებელი ხართ თქვენ მისთვის, ხო? არ ვიცი, აი, იცით როგორი შეგრძნება და ინფორმაცია წამომივიდა ახლა, რომ აი სხვასთან რომ გავუბრდღნი ყველაფერს ამ ადამიანთან შემიძლია, რომ აი, რა ვიცი, მის დაკულზე ვიცეკვაი და ახლობით ესეთი მომენტი რა. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, ძალიან კარგი ხედვა აქვს, გოგოებო და ბიჭებო და დააფასეთ ასეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნიჭი, რომ თქვენში რეალური დადებითი მხარეებიც დაინახონ და თუ ეს რეალური დადებითი მხარეები მთლად ასე დიდი დოზით არ არის წარმოდგენილი და ეს მათი ფანტაზია, ესეც ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ცუც უფრო მარტივად ვხედავთ ხოლმე, ვიდრე კარგს და ეს ძალიან დასაფასებელი მომენტია დამერწმუნეთ. ახლა მეორე ვარიანტი ისტის სოკო და ნათელმხილველის დასტა. როგორ გხედავთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ხო? რა განწყობები არა უფრო, ანუ როგორ აღგიქვავთ თქვენს პიროვნების შინაარსს, ხო? ვინ ხართ თქვენ მისთვის? ვინ ხართ თქვენ მისთვის? ვინ ხართ?
ძალიან ქარიზმატული, ძალიან აქტიური, ძალიან მშფოთვარე ქალი, თუ მამაკაცი არ აქვს ამას მნიშვნელობა, ორივე სქესმოქმედ თქვენს თავზე მოირგეთ, ადამიანი, რომელიც ერთ ადგილზე გაჩერებულს ვერ ნახავთ, ვერც ხლის წყალივით ხან ერთ მხარეს არის, ხან მეორე მხარეს, ადამიანი, რომელიც თავის თავში ატარებს ღვთაებრივ შუქს და თავის თავში იმ ხელა ენერგიას ატარებს, რომ ასმა კატამ რომ გადაუპინოს წინ ერთს არ შეშფოთდება, იმიტომ რომ მას თავისი კატა თვითონ ყავს უკვე შავი კატა ხო მოთვინიერებული. ну, მოკლედ ძალიან ისეთი სიცოცხლის მოყვარულ ადამიანად აღიქვამთ, ხო? აი, ადამიანად, რომელიც როგორ გითხრათ, აი, მიმზიდველი არ არსებობს, რომ ვიღაცას ეს ადამიანი ყურადღების მიღმა დარჩეს, ხო? აჰა, ну, აი მეორე არკანიც იგივეს მიდასტურებს, მთლად ტუზების, ესე ტუზები რა იყო და ბოდიში კვერთხების ტუზია ესეც ანალოგიურად და აქ დააკვირდით მესამე თვალის მომენტია ამ დასტაში, ამ არკანში. ნახეთ როგორი მომენტია, მზის წნულის კი არა მესამე თვალის, ხო? ანუ ადამიანი ისევ იგივეს ვიტყოდი, რაც კვერთხების დედოფლით ვთქვი, რომ აი ძალიან შემდგარ, შეიძლება ძალიან კარგი სამსახურებრივი მდგომარეობაც გქონდეთ, საკუთარი ბიზნესი გქონდეთ, არ ვიცი, სრული სისავსე გაქვთ ყველა მიმართულებით რა. ძალიან კარგ ენერგიებსა და მდგომარეობაში მყოფ ადამიანად აღგიქვამთ ის. ჩვენ ხო იმას არ ვსაუბრობთ, ანუ თქვენ ახლა როგორ ხართ რეალურად, ის ასე აღგიქვამთ. ნახეთ, როგორ აღგიქვამთ და ძალიან ემოციურ ადამიანად, რომელსაც შეგიძლიათ ამ ემოციების სხვისთვის გაზიარება, სხვისთვის გადადება, ასე ვთქვათ, ხო? და მოკლედ რაღაცა სასწაული უშრეტი უნარი გაქვთ, რომ მუდმივად თქვენი ემოციური ამინდი იყოს ძალიან ნათელი. აი ასეთ ადამიანად აღგიქვამთ. და მთლად სამყარო, ხო? ну აი ერთგვარად შეიძლება მისთვის თქვენ შანსიც იყოთ მეგობრებო, ძალიან ბევრ კონტექსტში დაფიქრდით კარგად რასაც ვამბობ და ეს ბოლო არკანი გაიაზრეთ, რა მხრივ შეიძლება იყოთ თქვენ მისთვის შანსი, აი ეს ინფორმაცია წამომივიდა. ის კი არა რომ თქვენ გაქვთ მრავალმხრივი შესაძლებლობა და თქვენ გეძლევათ ბევრი შანსი და თქვენ მოკლედ ეს ისედაც ცალსახა, მაგრამ ნაკადიდან მე ეს ინფორმაცია ვიყო, რაღაცა ფორმით ის მის ცხოვრებაში შანსად შესაძლებლობად აღგიქვამთ. მადლობა მეორე ვარიანტსაც და ახლა მესამე ვარიანტი და ჯადოქრების ბაღის ტარო, ხო? და ვნახოთ როგორ გხედავთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. როგორ აღგიქვამთ? ძალიან სამართლიან, ძალიან გაწონასწორებულ, ძალიან ბალანსირებულ ადამიანთან, რომელიც ზრუნავთ როგორც საკუთარი სხვების ცხოვრებაში სამართლიანობის არსებობაზე და ნებისმიერ დროს ეს ხმალი შეგიძლიათ მოიმარჯვოთ და აღმართოთ, მაგრამ იმდენად გონიერი, იმდენად სწორი და იმდენად ჩამოყალიბებული ადამიანი ხართ, რომ ისეთი მშვიდად გიჭირავთ ეს ხმალი, რომ იცით, რომ ეს არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენი გონებით, თქვენი ცნობიერებით, თქვენი ცხოვრების წესით და სტილით, თქვენი სიმშვიდით, თქვენი გაწონასწორებულობით ყველაფერს მაინც ისე დაალაგებთ, რომ ხმლამდე წესით არ უნდა მივიდეს საქმე, ხო? და შეიძლება ეს უბრალოდ ტკბილი სიტყვით ან სულაც რაღაც ისეთი კატეგორიული სიტყვით მოაგვაროთ. ხო, პენტაკლების დედოფალი, არ ვიცი, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით დაოჯახებულები ხართ და ასე აღგიქვამთ, ან თუ არა თვითკმარი, ძალიან ისეთი შემდგარი ქალბატონები ხართ, რომლებსაც ამ ცხოვრებაში თქვენი წილი ყველაფერი გაქვთ, გიყვართ 6-იანი კვერთხებით გამარჯვება, მიზნის მიღწევა და ყოველთვის აღწევთ თქვენს მიზანს, ასე აღგიქვამთ ყოველ შემთხვევაში ის თქვენ და ის ასე ვთქვათ მის თვალში უბრალოდ თქვენ ხართ აი როგორი ადამიანი იცით რომ სანამ მიზანს არ მიაღწევთ, სანამ იმას არ მიიღებთ რაც თქვენ გინდათ, არ მოისვენებთ, ხო?
და ადამიანი როგორ გხედავთ კიდევ ერთი არკანით ვნახოთ სიკვდილის არკანი მეგობრებო დააკვირდით ერთი მაღალი არკანი მეორე მაღალი არკანი ძალიან კარგი წარმოდგენები აქვს ამ ადამიანს მინდა გითხრათ და რომელიღაც წინა ვარიანტში თქვი კიდეც რომ დააფასეთ თქო იმიტომ რომ ძალიან კარგია როცა საპირისპირო სქესი და თქვენთვის საინტერესო ადამიანი ასე აღგიქვამთ ხო და რეალურად ამ თვისებების არსებობის თუ არასოების მიუხედავად ის თქვენში ამ შინაარსს ხედავს და თასების დედოფალიც აქვია ხო მამაკაცები ხართ ქალბატონები ხართ არ აქვს მნიშვნელობა მოიგეთ თქვენს თავზე ძალიან ემოციურ, ძალიან ემპათიურ, ძალიან ხარში მდგომ, ძალიან კეთილ ადამიანად. რა ვიცი, საუკეთესო დამოკიდებულებები რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით იფიქროს და მადლობა მესამე ვარიანტსაც წარმატებებს გისურვებთ დროებით.